პარტნიორობა კონკურენციის სამთვიანი რეჟიმი დასრულებულია 4 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ რესპუბლიკელებმა მმართველი კოალიცია ოფიციალურად დატოვეს. პარტია წინასაარჩევნო კამპანიას დამოუკიდებლად იწყებს. სიაჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ გარკვეულია, რომ პირველი ნომერი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იქნება. კოალიციიდან გასვლის გამო თანამდებობების დასატოვებლად ემზადებიან მთავრობის რესპუბლიკელი წევრები. დაანონსებული გეგმის მიხედვით თინა ხიდაშელი ამერიკაში ვიზიტის დასრულების შემდეგ პაატა ზაქარიაშვილი კი უახლოეს დღეებში გადადგება. თუმცა მინისტრთა კაბინეტში რჩება გიგლა აგულაშვილი, რომელმაც რესპუბლიკური პარტიის წევრობაზე უარი თქვა და ქართულ ოცნებაში გაწევრია. გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა ნეგატიური რეაქცია ყოფილ თანაგუნდელებს შორის. რესპუბლიკელთა გეგმების შესახებ ეკა კოპალიანი გიამბობთ. 8 ოქტომბერს გვიან ღამე. აი აქ შევაჯამოთ ყველაფერი. რესპუბლიკური პარტია დღეიდან წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმზე ოფიციალურად გადავიდა. მიუხედავად სურვილის არჩევნებამდე მრავალპარტიულ კოალიციაში მუშაობა გაეგრძელებინათ და მათი წარმომადგენლები მთავრობაში დარჩენილიყვნენ, შეთავაზებაზე უარი ქართულმა ოცნებამ განაცხადა. ბოლო შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან გუშინ გაიმართა, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ თანამდებობებს დატოვებენ თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარიაშვილი. გიგლა აგულაშვილი კი რესპუბლიკელებს გაემიჯნა და პოსტს ინარჩუნებს. ჩვენ ვიყავით მზად, რომ ჩვენი მთავრობის წევრები დარჩენილიყვნენ თანამდებობებზე არჩევნების ბოლომდე და ჩვენ მათ გარეშე გავიდოდით საარჩევნო კამპანიაში. ქართულმა ოცნებამ სხვაგვარად გადაწყვიტა. ევროპული კოალიციური სტილი პოლიტიკის კეთებისა რესპუბლიკელებისთვის არის ჩვეულებრივი, ქართული ოცნებისთვის აღმოჩნდა დაუძლეველი სიმაღლე. გადაწყვეტილება მიღებულია, რომ ჩვენ გავიდეთ პარტია გავიდეს დამოუკიდებლად არჩევნებზე. შესაბამისად იყო გარკვეული კონსულტაციები და ჩვენ ცივილიზებულად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. სხვათა შორის თავდაცვის მინისტრს აქვს კიდევ ვიზიტი, რომელიც ჩასატარებელია ამერიკის შეერთებულ შტატებში. და ამიტომ დღეს არ ვღებულობთ ამ გადაწყვეტილებას, ველოდებით ვიზიტის დასრულებას. თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარიაშვილი თანამდებობებს დაახლოებით 2 კვირის ვადაში დატოვებენ. არასოდეს არ მივცემ ჩვენ თავისუფლებას და მე და პრემიერი ამ შემთხვევაში ერთ აზრზე ვართ, რომ შუაში მივატოვო პროცესი, ამიტომ ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ უკვე კონკრეტულ თარიღს. უცებჯეროდა რომ ალბათ ეს ევროპული სტანდარტი გაგრძელდებოდა ბოლომდე და ჩვენ ვიქნებოდით ბოლომდე არჩევნებამდე, ამიტომ მე არ მქონია დაგეგმილი არჩევნებში მონაწილეობა. მე ვარ კაფილ გამოკვეთილი აღმასრულებელი ფიგურა, ანუ მიყვარს გაწყვეტილების მიღება და რეალიზაცია ამ გაწყვეტილებების. პარტია საპარლამენტო არჩევნებზე სახელწოდებით უსუფაშვილი რესპუბლიკელები წარდგება. კამპანიის ლიდერი და სიის პირველი ნომერი დავით უსუფაშვილი იქნება. ის კენჭ საბურთალოს ოლქშიც იყრის. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე კი კამპანიასაც და სიასაც დავით ბერძენიშვილი უხელმძღვანელებს. სიამოვნებით დავინახავდი, როგორც ლევან ვარშალომიძეს, ნაციონალების ლიდერს აჭარაში, ისე ვთქვათ ხაბაძეს, ქართული ოცნების მთავრობის თავმჯდომარეს ამდენი ხნის განმავლობაში ბათუმის ცენტრში მაჟორიტარულ ოლქში ჩემს კონკურენტებად. ჩვენ გვექნება თანამშრომლობითი ურთიერთობა ძალიან ბევრ პოლიტიკურ პარტიასთან არჩევნების შემდეგ. არჩევნებამდე ჩვენ ვართ ყველასთან კონკურენტულ რეჟიმში. საარჩევნო სიასა და მაჟორიტარ კანდიდატებს წესდების შესაბამისად პარტიის თავმჯდომარე, რომელიც დღეიდან საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს, ეროვნულ კომიტეტს წარუდგენს. კონსულტაციები გავიარე ყველა იმ ადამიანთან, ვისაც ვფიქრობ, რომ უნდა შევთავაზო და უნდა იყოს საარჩევნო სიაში. უახლოეს მომავალში ამ სიას წარუდგენ ეროვნულ კომიტეტს. მე გამიჭირდება საუბარი იმაზე, რომ რესპუბლიკური პარტია იქნება კონკურენტი ქართული ოცნების. მე ვფიქრობ, სრული სურათი აქვს მათ წარმოდგენილი თუ რა დამოკიდებულება აქვს ხალხს, საზოგადოებას რესპუბლიკური პარტიის მიმართ. საპარლამენტო არჩევნებისათვის ინდივიდუალური მზადების რეჟიმზე გადასვლის შესახებ გადაწყვეტილება რესპუბლიკელებმა 27 მარტს თვენახევრიანი შიდა კოალიციური დაპირისპირების შემდეგ მიიღეს. დაპირისპირება კოალიციის წევრებს შორის 17 თებერვალს პარლამენტის დარბაზში დაიწყო. მაშინ როცა დავით ბერძენიშვილმა გოგი თოფაძე თინა ხიდაშელის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის წარმოებაში დაადანაშაულა. მიზეზი კი ის იყო, რომ მრეწველთა ლიდერი თავდაცვის მინისტრს საგარეჯო არჩევნებზე კანონის დარღვევას დებდა ბრალად. მოგვიანებით რესპუბლიკელები პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ და საუბარი სტრატეგიულ თანამშრომლობასა და ორპარტიულ შეთანხმებაზე დაიწყეს, რამაც კოალიციის წევრებს შორის გაუგებრობა წარმოქმნა და რაც დღეს რესპუბლიკელების მხრიდან საბოლოოდ შეწყდა. ჩვენ მივდივართ საარჩევნო ბრძოლაში, ამიტომ მივმართავ ყველა რესპუბლიკელს, ვისაც რაღაცა ეჭვი აწუხებს, რომ ამ ბრძოლაში უნდა იყოს თუ არა ჩვენთან ერთად. გააკეთოს არჩევანი უახლოეს 2 დღეში, იმიტომ რომ ჩვენ არჩევნებზე უნდა წავიდეთ თავდაჯერებული.